როგორც კი გავიგე, რომ თედის მთავარი თემა იყო პატარა ნაბიჯები, მაშინვე ერთი პატარა ფიქრი ამეკვიატა. ფიქრი იყო ესეთი, ნაბიჯები კი, მაგრამ საით? აუცილებლად წინ და წინ უნდა ვიაროთ? და ამაზე ფიქრისას ჩემი სესის, რაწლის სესის ერთი თავგადასავალი გამახსენდა, რომელიც ახლა მინდა რომ გაგიზიაროთ. მოკლედ სესი 5 წლის იყო, როცა გადავწყვიტეთ ოჯახით ემიგრაციაში წასვლა. 2 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდით თბილისში, რაც სესისთვის ცოტა სტრესული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ახალი სკოლა, ახალი გარემო, ახალი ადამიანები და ამ პერიოდში სესიმ გადაწყვიტა, რომ დრამის წრეზე ეცადა ბედი. მოკლედ, ესეთი სერიოზული კასტინგები გაიარა, 3 ეტაპიანი და საბოლოოდ შეირჩა მონაწილედ, მაგრამ რა როლზე იყო შერჩეული, ჯერ ეს არ იცოდა. რამდენიმე რეპეტიციაში ჩვენ მშობლები მივხვდით, რომ რეჟისორები მას მიუზიკლის მთავარი გმირის, მატილდა ვორმვუდის როლისთვის ამზადებდნენ და მატილდა არის ძალიან პოპულარული ბრიტანული მიუზიკლი. მაგრამ ამ ამბავს კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდიდა ის, რომ ამ სპექტაკლით უნდა წასულიყვნენ დიდ ბრიტანეთში, ეთამაშათ საერთაშორისო ფესტივალზე და ამის შემდეგ კიდე თბილისში 4 დადგმა უნდა გაეკეთებინათ, მოკლედ დიდ სცენაზე. კიდევ უფრო ართულებდა ამ ამბავს ის, რომ ემატებოდა სესის პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა საზღვარგარეთ. მაგრამ რადგან მეც და ჩემი თინაც სახიობობაზე ვოცნებობდით, ასე ვთქვათ და შემდეგ რო შევამოწმეთ ჩვენი საბანკო ანგარიშების სხვა პროფესიები ავირჩიეთ, ბოლომდე მივყვებოდით სესის ამ გადაწყვეტილებას, რომ რაც მას ახლა უნდოდა, ის ეკეთებინა. როგორც ხდება ხოლმე, მშობლების შემთხვევაში გვინდა მივცეთ ჩვენ შვილებს ის, რაც ჩვენ არ გქონდა, ან ვერ შევძელით. რამდენიმე თვიანი კვირაში 4 დღიანი, თითო 2 საათიანი რეპეტიციის შემდეგ მახსოვს, რომ სესი მოვიდა სახლში სკოლიდან და ესეთი ჩვეული თავდაჯერებით გვითხრა, I decided to step down from the main role. რაც თარგმანში ნიშნავს, მე გადავწყვიტე უარი ვთქვა მთავარ როლზე. და პირველი რაც გქონდა, გავოგნდით. როგორ რანაირად, რატომ გადაწყვიტა ესე, უშვებს წარმატების შანსს, დგავს ნაბიჯს უკან, მაგრამ ეს ნაბიჯი უკან იყო წარმატების შანსის დაკარგვა. თუ როგორც მაგალითად ჭადრაკშია, ერთი შეხედვით წირავ ფიგურას თითქოს უკან დგავ ნაბიჯს, მერე რო გაიმარჯვა, დღემდე ვერ ამოვხსენი. სესის ბევრი კითხვა დაუსვით. ვინმე მხო არ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რამე მხო არ უბიძგა აქეთკენ. მაგრამ პასუხი უარყოფითი იყო. კარგად მახსოვს, რომ ალბათ სესისთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც კი 8 წლის ასაკში მიუღია, გადადგა ნაბიჯი უკან, რომ ამოესუნთქა, რომ ქონოდა მეტი დრო იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ის საქმე, რაც მაშინ მას უნდოდა. ნაბიჯების ვექტორზე ალბათ სესის არასდროს უფიქრია, მაგრამ ჩემი ამ გამოსვლის მთავარ სათქმელს ზუსტად გადმოსცემს, რომ ნაბიჯი უკან აუცილებელია, რომ დაინახოს სრული სურათი. და მახსოვს, რომ მაშინ მე პირველად ჩემ ცხოვრებაში ვისწავლე რაღაც ჩემი შვილისგან. მე ვისწავლე რა განსხვავებაა დანებებასა და პატარა ნაბიჯების ვექტორს შორის. სესიმ წარმატებით ჩაატარა ბირმინგემში გამოსვლები, გაიმარჯვა ცეკვის, საუკეთესო ცეკვის კატეგორიაში
და რა თქმა უნდა სამყაროს პასუხმაც არ დააყოვნა. რეჟისორებისგან მივიღეთ თხოვნა, რომ იქნებ დაბრუნდეს სესი მატილდას როლზე. სესი დათანხმდა და 4 დადგმა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სცენაზე ითამაშა. თან ესე ძალიან პროფესიონალურად, განათებით, გრიმით, ესეთი მიკროფონებით, წეღა მეუბნებოდა ეგეთი მიკროფონი მეკეთავა მეცო. და მახსოვს რა ესე ჩუმად შევიპარე, მშობლები რო შევიპარებით ხოლმე და ვაკვირდებოდი როგორი სერიოზულობით ეკიდებოდა ჩემი 7 წლის შვილი, 8 წლის შვილი ამ ყველაფერს. და ამ ისტორიის მერე მე ძალიან მიჭირს დავიჯერო იმ მეინსტრიმული мотиваციების, რომ ჩვენ ყველამ აუცილებლად წინ უნდა ვიაროთ. მე მგონია, რომ გამარჯვების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი აუცილებელიცაა. მადლობა.